რომ პოპულარიზაციის ნაწილში ნამდვილად სახელმწიფო იქნება და კერძო სტრუქტურები მუშაობთ ამაზე და წინ მივიწევთ, თუნდაც ის რომ გასტროვიკის ასევე ვიყავი მე ჩართული და ჩვენი ასოციაცია მხარდამჭერი არის. ხა ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყვავდა ძალიან ცნობილი მიშელინის შეფები და მთავარი თემა იყო ზუსტად მდგრადი გასტრონომია. ნუ ვისურვებდი რა თქმა უნდა რომ მეტი მხარდაჭერა იყოს, იმიტომ რომ ეს იყო კერძო ინიციატივა, რაღაცებში დაგვიდგა რა თქმა უნდა სახელმწიფო, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერ ვიზავთ ვერანაირად, იმიტომ რომ კერძო კომპანიების თვითონ ვინც ბიუჯეტს გამოყოფს, ინტერესი არის რომ რაღაცა პიარი და მარკეტინგი გაიკეთოს და ეხლა ზოგჯერ არის ესეთი პროექტი, სადაც თავიდან ბოლომდე დაფუძნებული არის ქვეყნის ინტერესზე და ეხლა ბიზნესის ინტერესი მან ნაკლებად უფრო კომერციული ხასიათის არის ხოლმე, ხო, ბიზნესის ინტერესი რო იყოს და ამიტომ ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა მხარდამჭერა რო გქონდეს და რაც შეეხება საგადასახადოს ზუსტად ეგ სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ შევიტანე ეგ პარლამენტში ეგ ინიციატივა რომ სოფლის პროდუქტზე DGG-ს ფაქტორის დაკლება რომ მოხდეს და აი მაგ თემაზე რა თქმა უნდა კარგი იქნება რომ კიდევ აღსდგეს ასე ვთქვათ კომუნიკაცია, იმიტომ რომ როდესაც შეღავათი უნდა კონდეს აუცილებლად იმ კომპანიებს, ვინც ადგილობრივ პროდუქტს მოიხმარს. იმიტომ რომ სარესტორნო ბიზნესი ზოგადად აი ძალიან ისეთი სენსიტიური ბიზნესი არის. ვიღაცებს რა კი გონიათ რომ რესტორნებში ბევრი ხალხი ჩანს თითქოს და რაღაცა, მაგრამ ძალიან ძვირი არის პროდუქტი. იცით რა ძვირია? აი ეხლა მაგალითად ჩვენი კოლეგა არის, ეხლა არ დავასახელებ რა მნიშვნელობა აქვს, უცხოეთში გახსნა რესტორანი და მან მე მითხრა რომ მე საქართველოზე ბევრად იაფი მიჯდება, რომ ვიყიდო პროდუქტები, ბევრად იაფი მიჯდება მუშა ხელით, თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ მომსახურე პერსონალი. ხოცები ნახე, რესტორნებსო ძვირი უჯდება და გულისხმობ ნედლეულის შეძენა უჯდება. ნედლეულის შეძენა ღირს პომიდორი, ქართული კარტოფილი, ქართული ხორცი რო იყიდა. ძალიან ძვირია. ძალიან ძვირი არის, ძალიან ძვირია, კი. და DGG-ს ამბავს რაში ხედავთ? DGG-ს ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ვიცით, სოფლის მეურნეობა ხომ თავისუფლებულია DGG-სგან. პირველადი წარმოება. ამასობაში რესტორანი არ არის განთავისუფლებული. ანუ ორმაგი დაბეგრვა ხდება. აჰა, გასაგებია. ანუ ეს DGG-ს სახით უკან არ უბრუნდება, გავიგე, რასაც ამბობ. ხო, და ანუ თქვენი მოთხოვნა რა არის? ანუ ორმაგად უძვირდება. და ამიტომ მე რესტორანი რომ ვარ, რა თქმა უნდა მე ვარ ბიზნესი, ჩემთვის უფრო მთავარი ინტერესი ამ ეტაპზე არის რომ მომხმარებელი მეც დამჩეს ხო უნდა მოგება და თან ვერ ვყიდი არ მაქვს იმის საშუალება რომ ეს ორმაგად დაბეგრილი გავყიდო. ამის საშუალებას არ იძლევა ხო ჩემი ქვეყნის. იძულებული ვარ ვიყიდო Carrefour-ში იგივე იმპორტული პროდუქტი და ამითი მე მოვახდინო უკვე ჩემი ჩათვლა და უფრო იაფი დამიჯდეს თვითონ ეს. ამიტომ აი თვითონ მე სადაური ხორცი არ არის, იმით ვერ გააკეთე. ქვეყნის იმიჯის გარდა დევს ის, რომ მე ვერ ვეხმარები ამითი სოფლის მეურნეობას, პირიქით ვეხმარები, რომ იმპორტული პროდუქტი გაიყიდოს. იყო ესეთი ბევრ ქვეყანას ქონდა ეხლა რა თქმა უნდა ჩვენსავით ეს პრობლემა, უბრალოდ საკმაოდ რთულად არის ეს რომ რაღაც ყველას არ მოეხსნას, ნუ კანონზე არის სამუშაო, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ რთულია, ბევრ ქვეყანას ქონდა პრობლემა, აი მაგალითად ყაზახეთში ვიყავით ზუსტად და ისიც ხო ჩვენსავით ახალი ქვეყანა არიან მაინც, ახალ ქვეყნებს ვეძახი ჩვენ თავს. საბჭოთა კავშირის მერე დანგრეული ქვეყნები ვიყავით და მათ რამოდენიმე წელია, მე მგონი 1 წელია, რაც ცვლილება შეიტანეს კანონში. იგივე როგორც ვიცი იყო გერმანიაში, რომ რაღაც დაბალი საგადასახადი აქვს თქვათ, როდესაც ყიდულობ შენ ადგილობრივ პროდუქტს, ანუ ეს DGG სხვა პროცენტით ისაზღვრება. და აი მაგალითად კიდევ კვიპროსზე მქონდა კიდევ ესეთი მაგალითი და ეგეც ძალიან მომეწონა ის რესტორნები რომლებიც მოიხმარენ ადგილობრივ პროდუქტს 50%-ს უფინანსებს სახელმწიფო თვითონ რაღაც ინვესტიციაში შედის.